ლოცავთ დიდი სიყვარულით. კვლავ სახლის კურთხევის ფორმატში მინდა დავლოცო ყველა ის, ვინც მიკურთხებია და უსურო სახლის კურთხევა ის იმათ, ვინც არ მიკურთხებია მისი სახლიც. ისედაც დალოცვა, მაინც დალოცვა და ყველასთან მიდის, ვისთანაც მისასვლელია. თუ არ მივა, მაშინ დაბრუნდება გაათმაგებული. მართალია ეს სახლის კურთხევის რიტუალი არ არის ძალიან გრძელი, ძალიან დიდი და რთული, მაგრამ საკმაოდ დიდ საშუალებას გაძლევს ადამიანს იმისა, რომ მადლი მიიღო და საშუალებას გაძლევს იმისა, რომ ოჯახი რუტინიდან გამოვიდეს. გამოვიდეს ყოველდღიური, ვთქვათ, მოსაწყენი მიმდევრობიდან ცხოვრებისა ზოგჯერ, ყოველდღიურობის, ესე ვთქვათ, რუხი ფერის ვალდებულებებისა და აუცილებლობების თანმიმდევრობიდან და რაღაც თქვენ უფრო ექსკლუზიური უცხო ფორმა მოქმედებისა, რიტუალისა აღესრულებას სახლში, რაც საზეიმო შესაბამისად საზეიმო ამაღლებულ განწყობილებას იწვევს, რაც ახალი ფურცლის გადაშლას ნიშნავს იმ სახლისთვის, იმ ოჯახისთვის, ხომ? ახალი ფურცლის, ვთქვათ, გადასვლას, ახალი რაღაცა ხო ეტაპის აღნიშვნას იწვევს, ახალ წესრიგს, ახალ, ესე ვთქვათ, საშუალებას იმისა, რომ მეორეს უნდა გაეხსნას ოჯახს და მადლი მიიღოს და დაბალანსირდეს ის დისბალანსი, რამე წინააღმდეგობები თუ რამე არის ოჯახში და ოჯახის არს, ახლა სახლის არს, არაკედლები და იატაკი იქნეს და ჭერი და რემონტი, რა თქმა უნდა, სახლის არს ქმნიან ის ადამიანები, ის სოციალური ქრისტიანები, ის მოწმუნე ხალხი, რომლებიც იქ ცხოვრობს და რომლებიც, ასე ვთქვათ, რიტუალურ ამაღლებას მათი ყოფითი სივრცისა ესწრებიან და თანამონაწილეობენ. და ამ დროს ისინი, ასე ვთქვათ, მთავარი ინიციატორები ისინი უნდა იყვნენ ამ ღონისძიების რელიგიური, ასე ვთქვათ, რიტუალისა, ხო? ისინი უნდა იყვნენ მონდომებული, ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლობით ახსილი, სიხარულით ახსილი და მთავარი ინიციატივა მათგან მოდიოდეს და მერე უკვე როგორც ვთქვათ, ეკლესია მოძღვრის სახით და მრევლის სახით, ვისაც მოძღვარი ისურვებს აიყვანს და ესტუმრება მათ და ასე ვთქვათ, აი ამ ნეგატივს განდევნის, განსწრებს და ახალ, ასე ვთქვათ, პოზიტივს შეიყვანს იმ სახლში და შემზადდება უფლის მადლი. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება ამ მძიმე პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ მუდამ ჩრდილოვანი სახე თითქოს ყოფიერებისა წარმოგვიდგება, სულ მუდამ ნეგატიური ხშირად ასპექტი წარმოჩნდება ხოლმე, კრიზისული ასპექტი წარმოჩნდება ჩვენი ცხოვრებისა. მაგრამ ესეც ყველა კრიზისი, ყველა ნეგატივი, ყველა ჩრდილი მომავალი, ასე ვთქვათ, გარდაქმნის მომავალი ნათელის მომასწავებელია და ვთქვათ, უსწრებს წინ. რა თქმა უნდა, სულიერ დონეზე, იმ დონეზე, რომელზეც ჩვენ ვართ, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი დონე. სახლის რიტუალი კურთხევის, ასე ვთქვათ, ესეც ეხმარება და ისედაც ჩვენ უფრო სტიმული გვეძლება. სტიმული რა არის? ადამიანს დაეხმარო რა არის, რომ ეს არის მის გვერდზე იყო, ეს არის ის, რომ მას სტიმული მიცე, რომ თვით სტიმულაცია და ასე ვთქვათ, სურვილი გაუჩნდეს უფრო მეტი მობილიზებისა, მეტი სულიერი, ასე ვთქვათ, სიხარული მიენიჭოს, მეტი იმედი მიენიჭოს, სასოება და ენერგია. აი ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, რომ წინააღმდეგობების გადალახვის ენთუზიაზმი აღეძრას ადამიანს, რასაც ასევე სახლის კურთხევა ამასაც იძლევა. ნუ საერთოდ მალს რომ იღებს ადამიანი, ოჯახი, ხო? ის დამატებით ენერგიას აძლევს, რაც ეს ენერგია ხო ღვთისმადლია, ღვთისმადლი კი ხელთუქმნელი ენერგიაა, რომელიც ღვთის არსიდან გამოდის და ადამიანს თუცა იმ ფორმითა და იმ ჭურჭლის საზომისაებრ, რაც მას შეუძლია დაიტიოს ეძლევა და იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც უხვად გვაქვს ამ დღევანდელ ყოფაში ხილული და განსაკუთრებით უხილავი წარმატებით გადაალახვინებს, ხო? ამიტომ ეს საშუალება არ უნდა გაუშვათ და ვეცადოთ, რომ ეს რიტუალური შეწევნა, ეს დახმარება ამის იგნორი არ გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება მეტად უფრო ეკლესიური ჩვენი ცხოვრება მეტად მკვრივი იყოს, რათა ამ ცხოვრების სიმკვრივეს, ნეგატივის სიმკვრივეს, პოზიტიური სიმკვრივე დაუპირისპიროთ. იყოს უფრო კონცენტრირებული, როგორც ლაზერული სხივი, ასე ვთქვათ, ჩვენი ცნობიერება ქრისტეში, იყოს როგორც ჩვენი ცნობიერება, როგორც ვთქვათ, ფიქსირებული, რომ ჩვენ ერთი მიმართულებით ვიაროთ, ერთი, ასე ვთქვათ,
ღვთის სადიდებელ გზაზე ვიაროთ, იყოს როგორც ამ ასკეზაში, რომელიც აკონცენტრირებს ადამიანის ახლა როგორც შობის მარხვა იყო ახლა ხომ აკონცენტრირებს ადამიანის სულიერ ემოციონალურ და ხორციელ ძალებს, წმინდავს და აკონცენტრირებს, რათა ასკეზით მისი გონება, მისი ესე ვთქვათ შინაგანი ასე ვთქვათ შემეცნების უნარჩვევები გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ასე ვთქვათ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ყოფიერებისა და უფრო მეტად იფიქროს ზეცაზე, უფრო მეტად იფიქროს სულიერ ფასეულობებზე. ტოტალური უვნებელობა და ტოტალური გულგრილობა ჩვენ არ გვევალება ახლა ერში მყოფი ხალხისთვის ცოტა ძალიან ამაღლებული დონეა, მაგრამ თუმცა კი რაღაც გარკვეული სახით ჩვენს გვევალება ეს რომ ტოტალური თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაწილობრივი უვნებელობა ეს ატარაქსია არ მიჯაჭვა მატერიალური ასე ვთქვათ ფასეულობების მიმართ ცნობიერების მეტი უფრო კონცენტრაცია როგორც აღნიშნავს პოლარიზება როგორც ლაზერული სხივი ეს კარგი მოწონს კარგი შედარება ტექნიკური შედარება მაგრამ მას კარგი ცნობიერების ასე ვთქვათ ფიქსაცია თავარზე რომ უნდა ვიცოდეთ რომ ეს უწყვეტი ლოცვა ვეცადოთ მუდამ მოუკლებლად ნავილოსოთ ეს შეგვიძლია ესეც რთულია მაგრამ უფრო მეტად შესაძლებელია თუ თლად უწყვეტი არა რაღაც პაუზებით მაინც ხოთში ეს ლოცვით მდგომარეობაში ყოფნა უწყვეტი ლოცვა ინტენსიური აზრობრივი გამეორება წმინდა ლოცვითი ფორმულებისა რომელიც აფოკუსირებს და ფოკუსირებას უკეთებს როგორც აღნიშნეთ ჩვენს გონებას ხომ და აი ამ უნებელობის მდგომარეობას იწვევს არა ჩაბღაუჭებას არა იმედგაცრუებას და ჩვენ არ ვძულს ფიზიკური სამყარო ან ხილული სამყარო ჩვენ არა ვართ ვთქვათ გაგებით არ უგებით როგორც სხვა რელიგიებში როდესაც სამყარო ბოროტებად აღიქმება როდესაც ადამიანის სხეული ბოროტებად აღიქმება საერთოდ მატერიალური სამყარო ბოროტებად აღიქმება და ამ შემდეგ არა არც შემთხვევაში პირიქით ქრისტიანობა ყველაფერს აკურთხებს მათ შორის სახლსაც აკურთხებს ყველაფერს და ყოველივეს აკურთხებს და არა სულს ამატერიალურებს ქრისტიანობაში უფალი არამედ მატერიასაც აკურთხებს და ასულიერებს ამიტომ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება რა თქმა უნდა ვეცადოთ რომ როგორც აღნიშნე ეს სიმკვრივე რეალობის რომ შევიგზნოთ უნდა განეწმინდოს გაზავდეს რაც ნეგატივია და უნდა ვთქვათ კონცენტრირდეს როგორც აღნიშნე ჩვენი გონება პოზიტივზე რომ შემეცნება ღვთისა გულში გონებაში ადამიანისა პოვნა ღვთისა გულსა და გონებაში ადამიანის პიროვნების გაზავებას არ გულისხმობს ზოგი ფიქრობს რომ უფლის შემეცნება შენი ჯვართმართველობის შემეცნება როგორ გულისხმობს შენი პიროვნების დაკარგვას და გაზავებას შენი ეგოს ნეგატიური ასპექტის გაზავებას გულისხმობს თორემ შენი მეს რომელიც შენ მოგცა უფალმა უკვდავი სული ნაპერწკალი პირიქით მასში რაც კარგია იმ სათნოების და პირველი სამი სათნოება მთავარი რომელიც არის სარწმუნოება, სასუბრად სიყვარული მათ კონცენტრირებას პირიქით გულისხმობს და რაც ნეგატივია მის გაზავება გაქრობას. ამიტომ არანაირად ჩვენ არ ვზავდებით უპირო აბსოლუტში და ჩვენს ეს ვთქვათ სულიერ პიროვნებას კი ავგარგავთ, პირიქით იგი განიღმრთობა და ხმალი და თივა ჩადებული ცეცხლში, თივა დაიფერფლება, ხმალი კი გარდა ჭრისა გარდა ვთქვათ ბასრი თვისებისა წვის გახურებული ხმალით წვის ცეცხლოვან თვისებებს ატარებს ასევე ადამიანის სულიერი ხერხემალიც ეს ახლა დიდი თემაა კიდევ სხვა თემა განვიწმინდეთ ჩვენი გონება ახლა მარხვა იყო როგორც აღნიშნე ჩვენი გონება და გული კვლავ გავაგზავნოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ვეცადოთ რომ მეტად კონცენტრირდეთ თავარზე როგორც აღნიშნე სულიერზე მეტი ვილოცოთ მეტი იმედი გქონდეს უწყვეტად ვილოცოთ თუ შევძლებთ ყველაფრისთვის მადლობდეთ პავლე მოციქულს ვციტირებ აქტიურად და მუდამ გვიხაროდეს რასაც ამ ოჯახსაც და ყოველ თქვენგანს უსურვებ